ქუთაისში კი ნაგავს საყრელის პრობლემა აწუხებდა აქ ძირითადად ისაინტერესებ თუ რა სახის განათლება საჭირო რომ არსებული შემოსავალი ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადანაწილდეს. მემკვიდრეობა მიიღო საბჭოთა ეპოქიდან, ეს არის ქალაქის ცენტრალური ნაგავსაყრელი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნიკიას დასახლებას და ჩემი კითხვა არის შემდეგი. ხომ არ იგეგმება რაიმე ღონისძიებები არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, ეს ნაგავსაყრელი წარმოადგენს დიდ ეკოლოგიურ საფრთხეს არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ ირგვლივ დასახლებული ტერიტორიებისთვის და მდინარე რიონისთვის. ვთხოვ პრეზიდენტს რომ მომცეს ინსტრუქცია როგორ გავანაწილოს პენსია ისე რომ გადავიხადო კომუნალური გადასახადები, ვიყიდო მედიკამენტები შაბათში, ორი თავი წამალი რომ ვიყიდო 63 ლარი მინდა თვეში. და ამის გარდა რამდენი წავლები მინდა კიდე. განარჩევი როგორ ვიარსებო, როგორ გავანაწილო, ამის ინსტრუქცია მოგცეს, ვიდრე მაგ განათლებული კაცია და შემოგდენი განათლება არ აქვს. მე გახლავართ სვეტლანა ახალაია ქუთაისიდან. საკუთრებად წართმეული მესაკუთრე, რომელმაც ჩემი უფლებების დასაცავად ხმა რომ ამოიღე პოლიციისა და კუდის თანამშრომლების მიერ 20-ში ვიყავი ტყეში წაღვენე რა თქმა უნდა მათი ხელმძღვანელობის მიერ. ბატონო პრეზიდენტო, იმ ქვეყანაში სადაც საკუთრები უფლებების დასაცავად ხალხი ტყეში მიყავთ, ასეთ ქვეყანაში დემოკრატია არსებობს?